ამოტოთი რა დადიხარ და ხედავენ მასიურად როა უკვე არა. დღევანდელი დღე. ესე кайფით არ დაწყებულა მეგობრებო. გამარჯობათ. ეხა გაჩვენებთ აქამდე როგორ მოვედით. იახარ გეჩვენებათ წიმა პოკისპირული ხარია და მე და ჩემი ძოლი მოტოთი მივდივართ ქუთაისში. აკაი. გრაცია. მე სეზონის ახლა ესეთი ვკრა. სანამ გზაზე წავალთ. ვერამდე ხა ტრადიციული ვიკენდია. შემდეგ წყალტუბოში გარაჟში უნდა მივიდეთ. გადავიღო ერთი მაგარი მოტო. და მერე გზა. მოკლედ გუშინ ბევრი არ მილაპარაკია. დაბადების დღეზე ვიყავით. და ეხა იქ რა უნდა მელაპარაკა. ძალიან კაი გართობა იყო, ნახავთ კადრებს, თუ ნახავდით უკვე. ეხა ჩვენ ვართ კოტეჯი ტყეში, ესე ქვია. ქუთაისი არის აქედან 5 წუთის გზაზე, ხო? არც კიდე. ხო, 5 წუთიც არ გინდა ქუთაისამდე. გოდოგნის გადასახლებთან არის ძალიან მაგარი კოტეჯია რა. მაგრა გამისწორდა გუშინ იმაში ჯაკუსიც გახლდით, გეთაყვეთ. 4 კილომეტრი. 4 კილომეტრი. ხო. გუშინ ხა ამის თავი ნახათ არ ქონდა, მაგრამ შემდეგ ჩაბოსვლაზე ეს ბუხარში წვაცაც შევაზიზინებ აუცილებლად. ძალიან პუდრო არის აქაურობა რა, ძალიან ასწორებს წასვლა არ მინდა მართლა. წასვლა არ მინდა ჯერ იმიტომ რომ გუშინო დავიღალე, კიდე დავისვენებდი სიამოვნებით. და პლუს კიდე იწვიმალა ძალიან მეზარება გზაში და რა რას ვიზამთ. ბავშვებიანები ვართ უკვე. ალეობის მეორე დღე არის ასეთი. აი რა ვახარ.
ყვანს. კარგათო, რა ნაგლია ჭვარ. მოვედით მენქეივში, მეგობრებო, მენქეივი არის წყალტუბოში. წყალტუბო დიდია, სიმონ, მაგრამ წყალტუბოს შემოსასვლელში არის ქუთაისი და რო შემოდიხარ. გიგას კი იცნობთ, მენქეივის თავი და თავი, ჩემი ძმაკაცი. რა ვახარ გუშინდელის მერე? იდეალურად ხო ვიტყოდი, მაგრამ გამიჭირდება. რატო არ აქ სიახლეა მენქეივში და იმიტომ წინა წლის ვიდეოდან გეცოდინებათ, რომ სახელოსნო ფუნქციონირებდა როგორც სახელოსნო, მაგრამ ეხლა რაღაცები შეიცვალა კარგის მხრივ, ჩემი აზრით. ნუ ყოველდღიურობაში კარგის მხრივ რამდენად არის ხო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აქეთ ბევრი სახელოსნო არ არის და ვიღაცას ეთის გამოცვლა უნდა, ვიღაცას დასამასკვა და რაღაცები და მოკლედ ნუ აღარ აკეთებს ეგეთ რაღაცებს, გიგა გადავიდა მხოლოდ პროექტებზე. მხოლოდ პროექტები, რესტავრაცია, მოდიფიკაცია, გაჩოპერება ძმა, გადაბერება, ზემოთ. ხელები ასე როგორ არ გლის? არა. დღეს არავის აუსვია, შეკითხო და მე დაგისვი. ბიჭო, აი ხელები მაგლა რო გაქვს, ალკოჰოლი ხო ორთქლება ხელებში მიდის რა და მე კარგად ატარებ ეს. სისხლი მოძრაობს და აღარ გიბუჯდება, ხო? რატო მოვედი ამ მოტოსთან, ვისაც ინსტაგრამზე ყავართ გამოწერილი, პატარა გადაობა რო დავდე, მაგას ნახავდით რა, პროსტა მიკროფონი არ მქონდა იმ დღეს, მაგრამ ეგ რო არ გადამეღო შანსი არ იყო. ესე იგი, ჩვენ გვყავს ელექტრაგლაიდი, რომელი წლიანია? 2004-იანი ულტრა კლასიკი არის. 2004 წლიანი ულტრა კლასიკი რაც თავარია. ეგ ხო ის არის რაღაცა CVO-ს მონტი, მაგარი როჟა. ულტრა კლასიკი არის ისეთ დამატება, რომელიც უკვე აღარ აქვს ამას, ელექტრაგლაიდია შეუძლებელი. ფერში, რაღაცებს, დეტალებში, სხვაობა. ყველაფერი ერთად იგივე, ელექტრაგლაიდი არის, ელექტრაგლაიდი. всё, გასაგებია. განმანათლა. ეს არის ჩემი ის, რა ქვია, ჰეითერი. რაღაცები რო არ მოეწონება ვიდეოებში რაღაცას რომ მაგრამ არ არის ბიჭო მაგი მასე და მირეკავს სიმონ იქანა მოეთა შემთხვევაში თვალზე და მე გახსნილი რომ აქ ვაში თვალზე ვაცადე დავიწყო ხამე ვიდეოების გადაღება გასწავლი როგორ უნდა და იმედია მალე შემოგვერთდება ძალიან მომეწონა ეს მოტო და კაი გადაწყვეტილება არის და მაგიტომაც მოვედი ამ მოტოს გადასაღებად მინდა დაგათვალიერებიოთ პატარა სუისაიდ დებილობა რაღაცა ვიღაცის კვლელობა უბრალოდ რაღაც სუისაიდ ბიჭო კილერი მოტოციკლეტი რა სუდი ისტორია აქვს ამ ბაიკს ახლა ვერ ვიტყვი ვიდეოში ისე ხო ვიღაცა გავიტანე დაგათვალიერებიოთ ამ მოტოს რომელი წელია 2004 მე რა ნერი შეგზენა მაგ ელექტროგრაიდებზე ისი აი არ ვიცი რატო საიდან მოვიდა და რატო ჩამრჩა ასე მაგრამ რაღაცა აი რუსებს ლოთი ბასიაკი რუსები რო არიან ხო ისი აი у меня мотик я безработный რაღაცა ვიდეო რო ეს ელექტროგლაიდი რაღაცა მაგასთან ასოცირდებოდა სულ ჩემთვის არა არავითარ არა და ჰარლი დევიდსონია ელექტროგლაიდია ბეგერია კაიკაცია იყო რომ რუსეთში ელექტროგლაიდი ნაკლებად იყო და ყველას მოწონდა და იჟს ურალს ეგეთ მაიმუნობებს ამსგავსებდნენ რაღაც ბევრი სარკეები ბევრი დეტალები და ხო რაღაცა აი ბავშვობიდან ისე მაქვს ჩარჩენილი რომ რაღაცა რუსების საყვარელი მოტოციკლეტია რაღაცა ბასიაკები რუსებს უფრო უყვართ გოლდვინგი გოლდვინგებია მაგას ხო ნუ არასდროს არ განვიხილავდი ჩემთვის ელექტროგლაიდს და ჩემი სიმაღლის კაცია კინგსაც განვიხილავდი და რა ვიცი როუდგლაიდსაც მაგრამ აი ეს არადოს არ განვიხილია მაგრამ რო დაიწია გიგამ მერე უკვე მომეწონა ვიჯექი წინაზეც შარშან იყო ხო შარშანი შარშაზაფხულში ვიჯექი ძალიანაც ვისიამოვნე ერთადერთი რაც უნდა დაამუღამო ჩემი სიმაღლის კაცმა ამაზე თუ მოტრიალება გინდა სადმე აღმართისკენ უნდა შეაყოფიო ცხვირი რომ კაცა მოხვიდე ბიჭო ამბავი ისა რომ რეპუტაცია აქვს ამ ბაიკს რომ აი ბებერი ბაიკერის ბაიკია რა როსტელების ბაიკია ხო აი ღიპიანი უკვე პენსიაში როა გასული და ინტერსტეიტებზე უნდა იგრიალოს რა ეგეთი იმიჯი მოყვა მაგრამ სინამდვილეში სინამდვილეში თუ გაქვს შენ კადრი ჩავსვავ ახლა ამით რა განაკეთები ამას სანამ იმფერზე პრობლემია. ეჩკა, რა ვიცი, გორაკებზე გადახტომა და რაღაცა მაიმუნობები და კიდე ცოცხალია რა. კი. და სხვათა შორის კაი გადაწყვეტილება იყო ესე რომ შეღებე ძალიან მომეწონა და ძალიან მიიქცია ყურადღება. მე ვიღაცის ბაიკი გამოჩნდა ასეთივე ვიზუალზე, ოღონდ ალბათ ამერიკელის თუ ვიღაცის რილები გაიჩნდა და road glide არის. ყველა ყრიდა მაგის ფოტოებს რომ აი ის არისო და არ არის ის მეგობრებო, ეს არის და ამის კადრებს ნახავთ აქ. მხოლოდ ჩემთან ექსკლუზივი ლაშასია. კაი, ეხლა ვილაპარაკოთ შენ საქმიანობაზე.
რატო გადაწყვიტე რომ მარტო მოდიფიკაციებზე გაჩოპერება, გაგობერება და პროექტებზე გადასულიყო? ბიჭო, რუტინად იქცა ძალიან ყველაფერი და მარტო ესეთი შეცვლა რაღაცეები, ეგეთი საჩქი კინო პატარ-პატარა ამბები კი სასიამოვნოა 1-2 მოტოს ახარ სულ ხო რა. მასიურად როა უკვე არა. ამიტომ მირჩენია გადავიდა იმენა რაღაცის შეგებული შექმნა. მე მგონი როგორც მომჭირს მუსიკაზე რატო გავეშვი ახლა დაკვრას ბარებში და რაღაცეებში ან ფხიზელი იქმე მე ვჩერდები. შენც აქ ხარ ამდენჯერაც სახელოსნოში ხარ და აქ ხარ მოსული ლუდი სულ გიდგას და ბოლოს გადაღუნული უკვე ნავეტანია. ყოველდღიურობაში აღარ ასწორებს. Swiss bike-ზე რომ მუშაობ როგორც სამსახური, პასუხისმგებლობა მეტი გაქვს და ნუ ალკოჰოლი არ შეიძლება, ამიტომ უნდა ჩაასხა შენი მაქსიმუმი. ხო. არ მიყვარს რა, ლუდის გარეშე ცხოვრება. ხო, მესმის. და იმას კიდე ეხა პროექტებს ლუდიც უხდება, გიხსნის ფანტაზიას რა, ეს ასე გაასწორებს. ამ პროექტი არ გეჩქარება რა, როცა მინდა რაღაც იდეა გაგეხსნება და ასე რომ მეგობრებო, ბოდიშს გიხდით თუ აგრესივა გაგისკდათ და ზეთი გაქვთ შესაძლებელი და რაღაცეები, აქ უკვე მაგ ამბავზე გიგა აღარ დაგხვდებათ, მაგრამ შეგიძლიათ დარეკოთ საიტსაც ამოვანათებ აქ და აღწერაში იქნება გიგას საიტი და უკვე პროექტი თუ გაქვთ რამე, ან თუ გინდათ პროექტი გქონდეთ რამე და უბრალოდ იდეებსაც ეძებთ ასე შემდეგ, შეგიძლიათ შეეხმიანოთ, კრეატიული კარგი ბიჭია. ოქროს ხელება. გააჩნია დოზას. დოზასაც გააჩნია. გავიყვან ახლა ამას და კი არის წვიმა, მაგრამ ისევ გარეთ გადავიღო მირჩევნია რა. მოკლედ მეგობრებო, არხი გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ ყველა ვარიანტში. და ახლა დაგათვალიერებებთ ამ მოტოს. Let's go. ძალიან წვიმაა ახლა და ვერ კატაობას არ ვაპირებ. просто მოუკრუგავ. ვარ დავჯარიყავი გამიწნებოდა ძალიან. ამ მოტოზე სრულფასოვან ემოციებს და ასე შემდეგ ცოტა ამინდები რომ გამოვააპირებ აქეთ ჩამოსვლას და აუცილებლად გადავიღებ. მაგრამ აქ ახლა ჩემ ემოციაზე მეტად ну ბეგერია რა და კომფორტული და კაი რეჟაა მეტი რა უნდა თქვა ხა ამაზე პრინციპში მაგრამ ჩემ ემოციაზე მეტად სხვების ემოცია ასწორებს რა მოტოთი რო დადიხარ და ხედავენ საგიზეთია იმე და კაცი ყავს გატანილი გეგონება აუ რა კაია ბიჭო ეხა ამით რომ მივდიოდე თბილისში ძალიან გამისტორდებოდა დავატრიალო ჯობია მე მგონი და სველი ვარ ძალიან აფეხსაცმელი სველი შარვალი სველი ინსტაგრამზე გუშინ ნახავდით ჩემს სტორის ბოტასის ხრეტილებიდან ზევიდან წყალი რო ამოდის და ბუჟბუჟებს არა ზატო საღამოს ძალიან გაასწორა ცხელი ჯაკუზი ჯაკუზამდე კიდე დაკვრამაც ძალიან გაასწორა მუსიკა ასწორებს რა ამით ახლა უფრო სტიდის სიამოვნებით წავიდოდი თბილისში გამატან ხო?
როგორც ხედავთ, წამოვედი ქუთაისიდან. ნიტა გაუშვი მანქანით. მაინც რავი კიდე ხარ გაცივდეს. გვეშინია ბავშვების პონჩი. ხონდა ჩამოვიდა ჰარლი და წავიდა ტესლათი. ძალიან კაი ჩამოსვლა გამოვიდა. როგორც ნახეთ, სიახლეა მენქეევში. მოეხა არ არის ფლად გასახარე სიახლე. იმ ბაიკერებისთვის, ვინც აქეთ ცხოვრობთ და ტექნიკური დახმარება და გარაჟი გჭირდებათ ხოლმე. ან ზეთი შეცვლა იქნება, ან რაღაცა ისე სტრიმანი რაღაცეები. მაგრამ სამაგიეროდ ვისაც პროექტები უნდა და ვისაც ცოტა ისეთი მასშტაბური რაღაცების გაკეთება უნდა, იმათთვის კაი ამბავია რა. სამაგიეროდ კარგ პროექტებს გააკეთებს დარწმუნებული ვარ. იმის თქვა დამავიწყდა კიდე ხო რომ სამგებრო სამუშაოების ჩატარებაც შეუძლია, მოაწყო უკვე ის სივრცე, რასაც აპირებდა სამგებროს ოთახი. და ჩემი მოტოც უნდა შეიღებოს მან და მაგასაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ შემდეგში. კარგი ტრიპი იყო. ალე გილოცავ ძმაო დამადებით ეს ვიდეოდანაც კიდე ერთხელ. სულ ჯანზე იყავი და მაგრად იყავი. ბევრი ლამაზი გზები, ორი ბორბლით. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, რა ვიცი, გზას გადავიღებ ქალაქ-ქალაქ ალბათ, ცოტ-ცოტას. თუ მოხვდი კიდე ისეთ ხარიშხალში და წვიმაში გადავიღებ გოიჭველი. იქიდან თბილისიდან ვერ გადავიღეთ, ეხა ორი როვის ხედით. არ მქონდა დამაგრებული კამერა მოტოზე და მოკლედ ალაგ-ალაგ გადავიღეთ. თქვენ ვიდეო დაალაიქეთ აუცილებლად და არხი გამოიწერეთ. ძალიან გთხოვთ, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ. აბა დროებით.